მოგესალმებით ხალხო, მე ლუკა ვარ და დღეს განვიხილავ მიმებს. მიმებს ვისეცხებ, მიმები 160+2 ესეთი ჯგუფი არის. მადლობა ამ ჯგუფის შემქმნელს და მფუძნებელს ჰიტას. ამ ვიდეოს სპონსორია ონკანის წყალი, რომელიც ასხია უზარმაზარ ჭიქაში. გონი დავით ლაბაძესაც ვაჯობე ამ ჭიქით. ამ ხელა ჭიქა ნამდვილად არ ექნება მას. მის გერმანია, უბრალო მიმტანი გოგო რესტორანში. ხო, ეს ცნობილი ხუმრობა არის, რომ თქვათ მისები და ძალიან გამორჩეული, მოკლედ ცნობილი ლამაზებად აღიარებული ქალები ბევრად უფრო მწირი შეხედულებით გამოირჩევიან, ვიდრე ნებისმიერი გოგონა ნიკორაში, რესტორანში და ასე შემდეგ. ჰიტა ხო იცი? არა. მანქანიდან ჩამოსვეს. ჰიტა უნდა იცოდე. თუმეტეს ბიჭმა ჰიტა YouTube-ზე ყველა მიცის. ეს არის ჭადრაკთან დაკავშირებული მიმი, იმიტომ რომ რაც ჭადრაკში ხდებოდა, ის გააცოცხლეს. უბრალოდ ქართულად თეთრ ფიგურას ეტლი ქვია და შავს მხედარი, მაგრამ რეალურად ინგლისურიდან ალბათ კოშკი ესე ითარგმნება და შავი ცხენი მიაყენეს არც თუ ისე თეთრ კოშკს. ცხვირით მიაბჯინეს. როცა ბოლო ბოსს კლავ, დედამ შნური გამოაერთა. ხშირია ხოლმე, როცა кейსი დევს იატაკზე, იქვე არის კაბელები და როცა იატაკს წმენს მშობელი ან ვინმე, უცებ აუცილებლად შეეხება იმ კაბელს, რომელიც კომპიუტერს გამორთავს ან მონიტორს ჩააქრობს. HDMI, Walkie, Holloway, Oliveira და Mahachev. Ilya El Matadoro, El Matadoro, Iliam Gaipina, ჯერ ვულკანოვსკი. გენიალური მებრძოლი, შემდეგ Holloway, რომელიც არავის არ დაუნოკაუტებია. ილიამ დაანოკაუტა, ახლა უკვე გაირკვა, რომ ილია იჩხუბებს Oliveirasთან, დიდი იმედი მაქვს, Oliveira's მოუგებს. უბრალოდ მოუგებს. და Mahachev-ის დროც მოვა. კაი მიმია. თუ ფაქი, თუ თაშხია, თუ გაპატიო, თუ არ დაალაიქო, თუ გაპატიო. ვისაც დაულაიქე, მან არ დამილაიქა სწორედ. ჩვენი სპონსორი ონკანის ნელთბილი წყალი. 1 გოგი, 2 გოგი, 3 გოგი. ხო, გოგი, ვინც შუა ქალაქი იცის, ყველამ იცის, ირაკლის მისტიური მეგობარი. გოგი, რომელიც ძალიან გადამწყვეტ მომენტებში, როცა ირაკლის აღარ შეუძლია საქმეების მოგვარება, ეხმარება ირაკლის. გაუმარჯოს გოგის. მამა, სამართალი რა არის? არ ვიცი შვილო, ჩვენ ბარსას ფანები ვართ. ეს მიმი დაიდო ბოლო ელ კლასიკოს შემდეგ. იყო ერთი აი ესეთი შეფრთხვა, სადაც ჩემი აზრით იყო 11 მეტრიანი, უბრალოდ არ დაუდეს რა ეს ბარსას, მაგრამ ბარსამ მაინც მოიგო. ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ ესპანეთის ჩემპიონები ვართ. უბრალოდ ინტერთანაც რომ მოგვეგო უკეთესი იქნებოდა. საინტერესო მიმია. საინტერესო. ამ ღილაკს მგონი ანალოგები ქვია. მე როცა ვთამაშობდი, ანალოგით თამაში სულ მიჭირდა. ალბათ ეხლა დარწმუნებული ვარ შევძლებ. Good მიმი. სუსტია, არაფერს მიზამს. ერთი ჭიქის შემდეგ. მე ვარ ზუსტად ეგრე, აი 9 ლიტრი ლუდი მყოფნის. ეს არის ოქტოპუსის ლაივიდან, სადაც მახარამ დაგლიჯა. ლაივში თუ არსებით მასრო, პარსაო და კალატოს ჰქონდა 9000-ზე მეტი მაყურებელი და ეს იყო მგონი ამ მთელი ერთი კვირის რეკორდი. თორე კაცი დგამს შოუს, კონტენტს, ხალხს უყვარს ეს. მე განსაკუთრებით მომეწონა აი შოუს სპიდს რომ მიმართავ და სპიდი ვინ ჩემი შაშაკოლაა, ბიჭო. აი შოუს სპიდი ჯერ ვინ ჩემი შაშაკოლაა, ბიჭო. პაროდიას ვერ ვაკეთებ რა მოკლედ. ბიჭი, ორი მიზეზი მაინც მითხარი, რატომ არ უნდა დავშორდე? გოგო. ძლიერი არგუმენტებია. სერიოზული არგუმენტებია. ისე არ ვიცი ვისი ფრაზაა, მაგრამ გაგონილი მაქვს რომ სანამ ბიჭს და გოგოს შორის არის ვნება, ისინი შერიგების მიზეზს აუცილებლად გამონახავენ. გონი ჭკვიანურია, ვნება ძლიერი რამ არის. შენ გიყურებს ტაქსისტი თუ როგორ ელოდები წვიმაში ავტობუსს, რომელიც არ მოვა, ეს ხომ თბილისია. მართლა ესეა რა, როცა რაღაცა ცუდი გარემოებაა, ავტობუსი ყოველთვის მაშინ აგვიანებს, მაშინ ფუჭდება, ან საერთოდ არ მოდის. და ეს იცის ტაქსის მძღოლმა, რომელიც 5 ლარიან მანძილზე 20 ლარად აუცილებლად გაგიყვანს. მიწოდება მოთხოვნის ამბავია, ძმაო. უკანასკნელად გეკითხები, არსებობს თუ არა ფილმი, რომლის ყურებაც ადამიანს არასდროს ობეზრდება? არსებობს თუ არ არსებობს? მე მაგალითად ერთი და იგივე ფილმს ხშირად უყურებ ხოლმე. ხშირად აი მაგალითად 3 თვეში, 4 თვეში ერთხელ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ფილმის გარეშე თუ ამ ფილმს სამუდამოდ წაშლიან, დავიტანჯები.
მაგრამ თუ არ წაშიან არც მომბეზდება. არ ვიცი, ფული კითხვაა. პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ათონის მღვიმე, ვარკეთილის მღვიმე. მე ვიყავი დღეს ვარკეთილის მღვიმეში. ეხლაც ესია, საკმაოდ განათებული მღვიმეა, გიჩვენებთ არ მოინახულოთ. კაი მიმია, აი მიმის შინაარს, ვისთვისაც კეთდება მიმი, სრულიად გადმოსცემს. იმიტომ მიმის კეთებას ალბათ რაღაც დონეზე ყუა სჭირდება. დღეისათვის სულ ეს იყო. დალაიქეთ ვიდეო და თუ ეს ვიდეო ავა 1 ლაიქზე, შემდეგ ვიდეოს დავდებ 1 თვეში. თუ 2 ლაიქზე ავა 20 დღეში და თუ 3 ლაიქზე ავა 2 კვირაში. მოკლედ გამოიწერეთ არხი მომავალ შეხვედრამდე.